400-მდე თანამშრომელი სამსახურის გარეშე დარჩა ქუთაისში. ისინი ქარხანა ფრეშ ჯორჯიის ხელმძღვანელობამ დაითხოვა. გათავისუფლებულები გაცხადებენ, რომ სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი მათთვის უცნობია. ქარხნის ადმინისტრაცია კი ამ ფაქტს რეორგანიზაციას უკავშირებს. ფრეშ ჯორჯიაში განმარტავენ, რომ უვადო შვებულებაში გაშვებულ თანამშრომლებს სამსახურში ეტაპობრივად აღადგენენ. ფრეშ ჯორჯიას საყოფაცხოვრებო ტექნიკას აწარმოებს ქარხანაში 900-მდე ადამიანი იყო დასაქმებული. 30 აპრილს აი რო დამთავრდა ბოლოს აპრილის ხელფასები დამთავრდა გამოგვიშვეს ყოველგვარი მიზეზის გარეშე კონტრაქტი არ დამთავრებულა დარჩა კონტრაქტის დამთავრებამდე 1 თვე ყოველგვარი მიზეზის გარეშე გვიშვებენ რატო არ გვისაბუთებენ და გვეუბნებიან რომ თქვენ დაბრუნდებითო და ეგრე მოხდა ადრედაც მაგრამ არ დაბრუნდნენ ეგ ჩვენ ვიცით ეგ არიან ბევრი ნაცნობები და არ დაბრუნდნენ ეგრე რატო უნდა გამათავისუფლო რატო რა არის მიზეზი ხო უნდა ვიცოთ რამდენია ჩემს გადაგაჭირებული მიზეზს არ გეუბნებიან არა ახლა საფრთხე მიზეზს გვეუბნებოდეთ ვინმე დავდგებით აქა თუ გვეხალისება ჩვენ აქ ყოფნა არავის რატო რა არის მიზეზი და თუ გაგვათავისუფლოს ხო შეუძლია რომ მოგწეს ჩვენ განთავისუფლებას გახადი ვარ თუ არა განთავისუფლებული ეს ხალხი არც ერთი არ არის უბრალოდ ხდება კიდე ახალი დანადგარების დამონტაჟება სადაც მოხდება ამ ხალხის გადანაწილება და ამ 6 თვის განმავლობაში იქნება 4 ეტაპი პირველი ეტაპი უკვე დაწყებულია თვენახევარში 2 თვეში იქნება მეორე ეტაპი 4 თვეში იქნება მესამე ეტაპი და სულ დასრულდება 6 თვეში